სადაც 6 ნოემბრის მერე არის შექმნილი გვერდი ჩემი სახელით. ორჯერ მივმართე რაიონულ სამმართველოს გორისას, მაგრამ პასუხი იყო ასეთი, არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. ალბათ სისხლის დანაშაული ის არის ვიღაცამ მოგდეს, რომ სისხლი გამოუვლიდეს. დანაშაულზე მეტი არა რეალი. ხანის ტანზე დამადგამენ თავსა და ასე ბინძური არა ადამიანური ისინი აქვს. მისცეს რომ მე არ ამქონდა ეს გვერდი Facebook-ის ადმინისტრაციის სხელმა ბოდიში მოიხადეს, მაგრამ რაღა ეშველება ამდენმა კაცმა გაიზიარა და ისევ იყოს. ან ეს რა პასუხია, როგორ უნდა იყოს დაუსრულებლად არსებობს რაღაცა ერთის გარდა ყველაფერი. და რა სამსახურება ეს ყველაფერი ვინმე შეეჭვი თუ გაქვს რაღაცა? ეჭვი არავის ემაქ ახლა ეჭვით დონეზეც არ შეიძლება ახლა ამასაკის კაცმა ახლა ეჭვი ამის დონეზე და რაღაცა სისულელე გავაკეთო. მაგაზეც თავს ვიკავებ. პრინციპში ვის გამო არავე ალბათ შინაურია ვიღაცა, იმიტომ ახლა ჩემი სურათები მოპოვებული ხო თქვენც ნახეთ და ყოველდღე ამოდის და ამოდის ახალი და ეგ არაფერიო გაიგებს ხალხი რომ აბატიეთ ასე გამოთქმაზე. ეხლა ვინ როგორ ვის რა სიამოვნებს ეხლა ხო საკითხავია რა მე სიამოვნებს რა პასუხი იყო ეხლა ეს ვერი. ეს არის მიზან მიმართულად დაგდებული საშინელება, რომელსაც გონი ალბათ ცხოვრიდან გამომიყვანს და რაღაც ისულელეს გავაკეთებ. მე ყველანაირად ვეცდები რომ კანონიერი გზით გადავეყარო ამის შემქმნელს თუ შამქმნელს. და მივხედავ მე რეალურად. შეიტანეთ გავაკეთეთ. განცხადება შეტანილია 1 იანვარსაც შევიტანე უფრო სწორედ 3 იანვარს ერთი განცხადება მერე შევიტანე 1 მარტს და პასუხია ეგ არის. არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნად შესაბამისად ამის საკითხი არ მიეკუთვნება ჩვენს კომპეტენციას. ალბათ სასამართლოს მიმართავ რაღაც მაგათ კომპეტენციაში არ შედის. მე ალბათ გავა ეს სიუჟეტი და მინდა იცოდეს ჩემმა მეგობრებმა მოსახლეობამ რომ მე არა ვარ ის კაცი რომ ესეთი ბინძური განცხადებები გავაკეთო. იქნება საზოგადოება, მაგრამ მაინც უხერხულად მიმაჩნია თავი ახლა მე არა ვარ ახლა ის კაცი რომ გულთან არ მიმქონდეს. ალბათ ეგ იცის იმ არა კაცმა რომ გულთან მიმტანი ვარ ამ ყველაფრისა და აზვიადებს და ამატებს და ამატებს. ჯერა რომ დღევანდელი როგორ ვთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავ ალბათთან ბატონ ირაკლის და მიხედავთ. ამის გარდა კიდე იყო რაღაც ბინძური საქმეები ჩადენილი ჩემს მიმართ, მაგრამ ვერ მიხედეს. ვერცერთი საქმე ვერ მოხდა ისე, რომელიც ჭეშმარიტებას დაადგენდა. რა საქმეებია ეს? იყო შვილის მანქანა გაიკაცეს 3 დღე დაკარგული იყო საფლავზე ვიპოვეთ ახლა. სპიჩკის ქურდს ყოულობენ, ხო დღეს ისე მუშაობს პოლიცია, როგორ მანქანა მოიპარეს პოლიციის სამართლოს წინჩაუარა და ვერ გაიგეს ვინ იყო? ეს როდის მოხდა? ესეც სადღაც თვენახევრის ამბავია. გაძარცული გაუბედურებული მანქანა ვიპოვეთ ტინის ხიდის სასაფლაოზე. და რას ემსახურება ეს ყოველივე არ ვიცი. მე ახლა ჩემი განცხადება იყო არჩევნების მერე ალბათ გაგზავნებოდი თქვენცა, რომ ვიყავი მე ერთ-ერთ პარტიაში, ერთი კაცის პარტიაში. და დაუდექი ამ კაც გვერდზე კაც როგორც უნდა სახელმწიფოს და როგორც მოდის წესიერი ადამიანებისგან ესე მოძრაობ მე ამ ქვეყანაზე. ეხლა ძალა კაცო მე საცამინდა ვის გვერდშიც მინდა იმის გვერდში უნდა ვიდგე ხო? და თუ ეს ვერ აიტანეს და ეს აღიზიანებს ვიღაცას არ ვიცი მე. Facebook-ის გარდა თუ ყოფილა მსგავსი რამე მინისგან შემოთვლილი ან რაღაცა ეს? არაფერი მაგდეს ვერ აბედავენ ახლა მე ერთ-ერთზე რო შემხნევენ და მითხრან რომ ესეთი ცხოვრებით როგორ არას ვაკეთრე მაგას ვერ გამიბედავენ. იმიტომ ამას აკეთებენ შიშრები და შიშარა კაცი როგორ გეტყვის მაგას ხო? ვაჟკაცს თუ უნდა თქმა მოვა და პირში გეტყვის და ახლა სავსე არაკაცებით ეს ქვეყანა კარგად იცით. ვის როგორ ატყიმებული, ვის როგორ გამოუდონ სარმა და წააქციონ იმაზე არიან გადასულები. მაგრამ იცოდეს ალბათ მოისმეს ისიც გავა ჩემი ინტერვიუ და იცოდეს რომ სამარიდან ამოვთხრი. სამარიდან ამოვთხრი. მე ისეთი ცოდები არ მაქვს ქვეყანაზე გაკეთებული ისე ვიცხოვრე, რომ პატარა შეცდომა არ დამეშვია ჩემ ცხოვრებაში. მე არ ვიყავ ამის ღირსი რომ
გაბიტურებაა ეხლა ეს რას ანიშნავს, მაინც ვერ ვიგებ რა. მე თუ შეწილ უკვე ბავშვი ჩემი შვილის სურათი და მე ვარ გადაღებული უკვე ეგ დასდო და ისე რომ ჩემგან თუ არა უმერთისგან მოეკითხება მაინც იცოდეს იმ არაკაცმა. უნდა გავიგოთ რა ბოლო-ბოლო ეხლა ვინ არის ეხლა. იცოდეს რომ აღარ ვიზიანდები შევეგუი ამ ყველაფერს ხალხმა იცის ვინ არის ავტოშოშიაშვილი. ცუდი ცხოვრებით არ ვიცხოვრია და იცოდეს იმ არაკაცმა რომ ეს თუ გავიგეთ სხვანაირად წაეკითხება. მე ამის პირობას ვაძლევ. მანქანის გაკაცებაზე თუ დაიწყო გამოძიება? დაიწყო გამოძიება, მაგრამ გაჩერდნენ, ეგრეთ ჩანს. ჩამწერი მოიპარეს ზუსტად ჩამწერი. ჩემი შვილის წარმოით ბინის ზირიდან მოიპარეს სტალინის ქუჩაზე. დაკეთ ბოდიში და სტენიდნენ ჩემ შვილს, მაგრამ ხო არ წაიღონ, წარმოიდგინეთ ეხლა და ხო არ გიმალავს. რა არის ეს სიცხვილი არის ყოველივე. ესე იგი ჩემი 30 წლის შვილი მყავს იურისტია. მოიტაცა მანქანა, დაანტრია და საკუთარ მამას უმალავდა. ეგრე მყავს შვილები გაზრდილი ეხლა რომ ჩემი მესაიდუმლები არიან ჩემი შვილები კაცო. მე უნები შვილო ესეთი და არა მამა ვაისურო. პატარა ბავშვია. ნუ ვიღაცაა ჩასაფრებული და ვერ მისაფრდება კარგად. გულიანად ჩამისაფრდეს თქო. და ვაჩვენებ იმ ჩასაფრებას როგორი ის ვიცი მე პასუხები. არ არის ლამაზი ახლა მე თავმომწონე კაცი ვარ და რაღაცა მეც გამეკეთებია ჩემი ქვეყნისთვის და სიმინძურეს ვქნიან ადამიანები რომლებსაც არა მარტო ქვეყნისთვის საკუთარი ოჯახის შენებისთვის აგური აგურზე არ აქვს დადებული მაგრამ არაკაცებს ალბათ ერთგვარი ფორმა ესეცა წამებისა და ნერვით დაწვეტისა. გავუძლებ, მაგრამ გაძლევთ პირობას რომ გავიგებ, სულ მალე გავიგებ ამ ყველაფერს. და რომელიმე პარტიის წარმომადგენელთან გაქვთ ეჭვი? არა. არა, შეიძლება სულაც ახლობელი აკეთებს, შეიძლება რომელიმე პარტიაც აკეთებს. შეიძლება ჩემზე გაბოროტებული კაცი აკეთებს ვიღაცა და რა ვიხლა. ეს რა გამოგვიგვს რა? სულაც რა თუნდა მტერობა ხო იცი დიდ მოვაჟნებოთ ხან. უნდა შევეგუოთ რა. ნუ ვადლობა რომ მეიტანეთ გულთან სხვათა შორის არცეთი ტელევიზია არ შემოხვიანებია, მით უმეტეს ყველა ზიში, Facebook-ში და უყურებს ამ ყველაფერს. მაგრამ ხედავ რა საზიზღრობა და რა საშინელება ხდება. კაციშვილი არ მოსულა რომ ეთქვა რომ ანეთ ამაგძნო, ანეთ ახლა მე რა გარიყული წყალწაღებული კაცი ვარ. ის ხო უხაროდათ სოფლიოს ჩემპიონებსა და ევროპის ჩემპიონებს როს დიდი და ინტერვიუს რომ დამდებდნენ მოგეც ინტერვიუს კარგი იყო. აი ეს არის ვაჟკაცობა, აი ამ დროს რომ მივა ჟურნალისტიც, პრესა გაამხნევებს ეთქვის გვერდში დგომას გამოხატავს, მეგობრობას აი ეს არის ცხოვრება. აი რასაც თქვენ აკეთებთ.